გადავხედოთ ამგვარი მეცნიერებისა და რელიგიის ბრჭყალებში ძირითად პრინციპებს. ვნახავთ, რა ზემოქმედებას ახდენენ ისინი ადამიანის სულზე, რა საოცრად გვანან ერთმანეთს. ცრუ მეცნიერება ბუნების საოცარ კანონებს, მის კავშირებსა და ძალებს სწავლობს, მის საიდუმლოებათა საცავში აღწევს, ურთულეს, უფაქიზეს, კანონზომიერებებს, ჰარმონიასა და მთლიანობას პოულობს ყველა მის მიმართულებაში. მაგრამ მეცნიერება ჩვენს აღტაცებასა და მიწიწებას ყოველივე ამის შემოქმედებისადმი როდი მიმართავს? მეტიც, არაფერს გვეუბნება მის შესახებ, არამედ აქებს რა ქმნილს მის შექმნას რაღაც შემთხვევითობას მიაწერს. ანდა თავი ისე უჭირავს, თითქოს არ იცის და არც უნდა რომ იცოდეს, საიდან გამოჩნდა ან ვის შექმნა ეს ყველაფერი. აქაოდა ეს უკვე მეცნიერების სფერო აღარ არისო, მაგრამ იმ აღტაცებას, რომელსაც ადამიანთა სულებში მეცნიერების დახმარებით ამოხსნილი სამყაროს საიდუმლოებები იწვევს, ადამიანი მეცნიერი საკუთარ თავს მიაწერს ადამიანის გენიის, ადამიანის შემოქმედის ქმნილებად აცხადებს. ასეთივე ტაქტიკას მიმართავს ცრუ რელიგიაც. ადამიანს იგი სხვა, მისთვის უცნობი სამყაროს ნიშნებს უჩვენებს. ამასთან აქცენტს ყოველთვის მოვლენის სასწაულებრივი ბუნებასა და იდუმალებაზე აკეთებს, აიძულებს კაცს მოელოდეს და მოუთმენლად ნატრობდეს სულ ახალ სასწაულებს. ცრუ რელიგია, ასევე როგორც ცრუ მეცნიერება, გარკვევით არაფერს ამბობს ამ სასწაულთ მოქმედი ძალების წარმომავლობაზე, არამედ ჩააგონებს ადამიანს, რომ თაყვანისცემს და რაღაცა ღვთაებად მიაჩნდეს მისთვის სრულიად უცნობი ბრჭყალებში სულიერი არსება. ნუ გვეგონება, თითქოს ეშმაკი ყოველთვის ხელს უშლის ბრჭყალებში სულიერის, რელიგიურის, ღვთაებრივის ბრჭყალებში ძიებას. იგი უფრო ხშირად სწორი მიმართულებით ძიებას, ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობას აბრკოლებს, ხოლო რაღაც ამაღლებულისადმი უთავბოლო ტოლვას სწორედაც რომ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. წმინდა გრიგოლ პალამა თავის ტრიადებში ამბობს, როცა წარმართები სწავლობდნენ ქმნილს, ხილულ სამყაროს, მთელ ცხოვრებასა და მის კანონებს, ღმერთის შესახებ რაღაც წარმოდგენამდე მიდიოდნენ, ბუნება და ქმნილი ამისთვის საკმარის საფუძველს იძლევიან. დემონები კი ამგვარ წარმოდგენას არ ეწინააღმდეგებიან, განა მათ ვინმე მიიჩნევდა ღმერთებად, ადამიანის გონებაში, რომ ღმერთის შესახებ ვერავითარ წარმოდგენას ვერ შეაღწია. ტრიადა პირველი თავის მე-18 მუხლი. დემონებს როგორც უხორცო ძალებს აქვთ სულიერი ძალა, ერთგვარი ხელმწიფება მატერიაზე. მათ ღმერთის მეშვეობით მრავალი სასწაულის ქმნა შეუძლიათ. ამიტომ იყენებენ რა საკუთარ სულიერ სიბრმავეს, ამ თავიანთ ბნელ ბრჭყალებში სულიერებას, ხშირად ღვთაებრივ ძალად ასაღებენ და ამით ითვისებენ თაყვანისცემას, რომელიც ერთადერთ ღმერთს შეშვენის. ასე დაემორჩილებს ანტიქრისტე მეცნიერების და რელიგიის მაგიით თითქმის მთელ კაცობრიობას და რადგან საკუთარ თავს ღმერთკაცად გამოაცხადეს, ადამიანები ორმაგ თაყვანისცემას მიაგებენ, როგორც ღვთაებრივ სასწაულ მოქმედს ბრჭყალებში და როგორც გენიალურ ორგანიზატორს ბრჭყალებში. უამრავი პროცესი დღეს მსოფლიოში რომ მიმდინარეობს სულ სხვადასხვა სფეროში, პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, რელიგიური ცხოვრების ყველა მიმართულებაში, ფილოსოფიასა და კულტურაში, ყველა ისინი თანდათან ერთმანეთს უთანხმდებიან და ერთსულოვნად მიისწრაფვიან საერთო მიზნისაკენ. ეს მიზანია დიდი ხნის ნანატრი სოფლის ყრობელისათვის დაუბრკოლებელი გზისა და ბრწყინვალე ტახტის მომზადება. ასე რომ ეშმაკი სრულიადაც არ არის ყოველგვარი რელიგიის წინააღმდეგი. პირიქით, სწორედ იგია რელიგიათა უმრავლესობის ფუძემდებელი. ეშმაკი მრავალ მორწმუნე ქრისტიანებსაც პირდაპირ ურწმუნოებად კი არ აქცევს, არამედ მტყუარი სარწმუნოებისაკენ მათი განდრეკას ცდილობს. მას სჭირდება რელიგია, ოღონდ რაც შეიძლება უნივერსალური, ამორფული, ადოგმატური, ბუნდოვანი, რათა სულ უფრო მეტი ადამიანი მიიზიდოს ანტიქრისტესა და მის სახით კი სატანის თაყვანის მცემისკენ.
აი რატომ გაესმის დღეს ასე ხშირად ახალი რელიგიის მაშენებელთა რიგებში უკმაყოფილება და ჩივილი სარწმუნოების დოგმატების მისამართით. სიტყვები დოგმატი, დოგმატური ღვთისმეტყველება ბრჭყალებში ზოგს ლანძღვა გინებად ესმის. თითქოს ეს სიტყვები სიცოცხლის მტრები იყვნენ. ადოგმატიზმი დღეს ხშირად პირდაპირ საღვთო დოგმატების ჭეშმარიტებას კი არ უარყოფს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ დოგმატების კარგად ცოდნას, აუცილებლობას ზნეობრივი სულიერი ქრისტიანული ცხოვრებისათვის. ადოგმატიზმი ქრისტიანებს აზროვნებას, ჭეშმარიტი სწავლების, ცრუ სწავლებისაგან გარჩევას ავიწყებს, მაგრამ მთლიანად არ ართმევს ღმერთისა და რაღაც სულიერის მისტიური რწმენას. ეს კი სწორედ მომავალი ანტიქრისტეს წისქვილზე ასხამს წყალს. ყურადღება მივაქციოთ. საღვთო წერილი ანტიქრისტეს მოსვლის და სოფლის აღსასრულის უახლოების ერთ-ერთ ნიშნად სახარების საყოველთაო გავრცელებას ასახელებს. იესო ქრისტე ამბობს და იქადაგო სახარება ეს სასუფეველისა ყოველსა სოფელსა, საწამებელად ყოველსა წარმართა და მაშინ მოიწიოს აღსასრული. მათეს სახარების 24:13 მოკლე. ხოლო პირველად ჯერას ქადაგება სახარებისა ესე მარკოზის 13:11 მოკლე. სოფლის აღსასრულისა და ანტიქრისტეს მოსვლის მოახლოების მცირე ნიშნად საღვთო გამოცხადება ქრისტიანული სარწმუნოებისაგან ერთგვარ განსაკუთრებულ განდგომილებაზე მიგვითითებს, რომელიც მაშინ დადგება, როდესაც უჟულებათა მომრავლების გამო განხმეს სიყვარული მრავალთა. მათეს სახარების 24:12 მოკლე. როდესაც ანტიქრისტე თავისი ნამდვილი სახით სატანის მთელი ძლიერებით აღჭურვილი გამოცხადდება და საბოლოო ბრძოლას გაუმართავს ქრისტეს ეკლესიას და ქრისტიანებს. მაშინ მოექცნენ თქვენ ჭირსა და მოგწყვიდნენ თქვენ და იყვნენ თქვენ მოძულებელ ყოველთა წარმართა სახელისა ჩემისათვის. მათეს სახარების 24:19 მოკლე. ეუბნება ქრისტე თავის ერთგულებს. ამგვარად მაცხოვრის წინასწარმეტყველების თანახმად ანტიქრისტეს მოსვლის წინ უნდა უსწრებდეს სახარების ქადაგება უკვლებლივ ყველა ხალხებს შორის, საწამებელად, რათა იწმუნონ ყოველთა წარმართა. ანუ რათა არც ერთი ერი, არც ერთი კაცი არ დარჩეს ისეთი, რომ არასოდეს სმენოდეს ჭეშმარიტებისა და სიყვარულის სიტყვა, რათა ყველას მიეცეს ცხონების შესაძლებლობა და ბოლოს რათა ისაჯნენ ყოველი, რომელთა არ რწმენეს ჭეშმარიტებისა მის, არამედ სათნო ეყვნეს სიცრუესა შინა. მეორე თესალონიკის 2:12 მოკლე. მაგრამ აქ საგულისხმო ერთი ცოტა არ იყოს უცნაური გარემოება. სახარების საყოველთაო ქადაგების შედეგად ბევრი მოექცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ანუ იქნება უამრავი მართლმადიდებლური ტაძარი, უამრავი მღვდელი, ბერი, ქრისტიანული წიგნი, ხატი და ასე შემდეგ. მაგრამ უეცრად იქვე, სულ მალე დაიწყება მართლმადიდებელი ეკლესიის არნახული დევნა. მსოფლიო აღდგება ჭეშმარიტი ქრისტიანობის წინააღმდეგ. მათ დახოცავენ, აწამებენ, თანაც წამებულ ახალ საზარელ ხერხებს გამოიგონებენ. და იყო ჟამი ჭირისაი, ჭირი რომელი არა იყო, ვინაიდან იქნება ნათესავი ქვეყანასა ზედა და ვიდრე მუნ ჟამამდე. დანიელის 12:1. მაგრამ როგორ მოხდება ასეთი უეცარი გარდაქმნა ადამიანებში? როგორ იქცევა სახარების მიერ განათლებული მთელი ქვეყანა ეკლესიის სასტიკ მდევნელად? როგორ გადავა ამდენი კაცი თანაც ასე ჩქარა? ქრისტეს მხედრობიდან ანტიქრისტეს ბანაკში და დარჩება მხოლოდ მცირე სამწყსო, ეკლესიის ჭეშმარიტ შვილთა, რომელიც იძულებული გახდება თავს უდაბნოში გაქცევით უშველოს. ყოველივე ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ქრისტეს რწმენას ხალხები ძალიან ზერელად, ფორმალურად, უგულოდ მიიღებენ, იმას, რომ უკანასკნელი ჟამის მქადაგებლებიც არ იქნებიან გამორჩეული მხურვალე სარწმუნოებით, იქადაგებენ არა სიმდაბლისა და სინანულის სულის კვეთებით, არამედ ფარისეველთა და მწიგნობართა მსგავსად ჭერმეტყველურ სიტყვებს წარმოთქვამენ, ხალხებს მართლმადიდებლურ წეს-ჩვეულებათა მეცნიერებით და ლამაზი სიტყვებით დატყვევებას მოუნდომებენ, მაგრამ არც მქადაგებელი და არც
მსმენელი მცირე გამონაკლისის გარდა ამ სიტყვებს გულის სიღრმემდე არ მიიტანენ. მაშინ სიტყვა ღვთისა უხვად დაითესება, მთესველნიც მრავლად იქნებიან, მაგრამ მომკლეებს სამუშაო არ ექნებათ. თესლი გზაზე კლდოვან ნიადაგზე ანდა სარეველა ბალახებს შორის გაიფანტება. თითქოს უკვე აღარსად არის კეთილი ნიადაგის ნაგლეჯები, როგორც ეს სული წმინდა წინასწარმეტყველა დავით მეფის პირით. უფალმან ზეცით მოხედნა ყოველთა ზედა ძეთა კაცთა ხილვად, იყოს თუ ვინმე გულისმყოფელ, ანუ გამომაძიებელ ღმრთისა. ყოველივე მოექციეს ერთმანეთად და უხმარ იქნეს, არავინ არს რომელსაც ქმნა სიტყვება, არავინ არს მიერთამდე. ფსალმუნის მე-13 როგორც ჩანს, ამ ნაკლოვანებაში ქრისტიანული მოძღვრების, მისი კანონების, წეს-ჩვეულებების, მართლმადიდებლური ხატწერისა და საეკლესიო გავლობის გარეგნული ფორმალური ცოდნა არ იგულისხმება. მაგალითად, სერაფიმ როუზი ამბობს, რომ თვით მხეცის სახე ბიზანტიური ხატწერის ტრადიციების დაცვით დაიწერება. ამასოფლის მთავარი სნეულება უკვე დღესაც ქრისტიანობის არ ცოდნა როდია, არამედ ჭეშმარიტად ქრისტიანული, მდაბალი, სინარულის სულით გამსჭვალული ცხოვრების წესისაგან დაშორება. იმ სულის დაკარგვა, რომელიც უწინდელ ქრისტიანებს ჰქონდათ. უკანასკნელი ჟამის ქრისტიანობა ძველისაგან მხოლოდ მის გარსს ისესხებს, შინაარსი კი შეუმჩნევლად შეიცვლება ახალი სულით, ცხოვრების სულ სხვა სტილით, აზროვნების სხვა წესით და სხვა ფასეულობებით. გავიხსენოთ, როგორ ამ ხელს უფალი გამოცხადებაში სწორედ უკანასკნელი ჟამის ეკლესიის ანგელოს გაიხსნა ბრჭყალები. ვიცნი საქმენი შენი, რამე თუ არცა გრილ ხარ, არცა თბილი. ჯერ იყო რაითამცა ანუ გრილი იყო, ანუ თბილი. ესრით ნერთბილი ხარ და არცა გრილი, არცა თბილი. მეგულების აღმოგდებანი შენი პირისაგან ჩემისა, რამე თუ იტყვის, მდიდარ ვარ და გამდიდრდი და არა რაიმ მეხმარების. და რა უწყი, რამე თუ შენ ხარ უბადრუგ და საწყალობელ და ბრმა და შიშველ. გამოცხადების მესამე თავი, მე-15-მე-17 მუხლები. მართლმადიდებლური სარწმუნოების ასეთი შინაგანი გარყვნა ყველაზე ვერაგული ბოროტი დახვეწილი განსაცდელია. იგი დიდი ხანია დაიწყო და ჯერ კიდევ ეპისკოპოსმა ეგნატემ ნათლად შენიშნა მე-19 საუკუნის შუა წლებში. ერთ-ერთ წერილში იგი ამბობს: განსაცდელები, რომლებიც ქრისტეს მცირე სამწყოს ოდითგანვე ევლინებოდა, სულ სხვადასხვა სახისაა. თავიდან ქრისტიანებს აშკარად დევნიდნენ. შემდეგში იგი აშკარად დევნილობა უფრო დახვეწილი ფორმით შეიცვალა, რომელსაც ყველა ვერ ხვდებოდა. მაგრამ განწმენდილთათვის სრულიად ცხადი იყო. ქრისტიანობისგან ქრისტეს უარყოფას კი არა, მწვალებლობის მიღებას მოითხოვდნენ. რაც სულისათვის იმდენადვე წამწმდელი, რამდენადაც აშკარა უარყოფა. ეს იყო არა პირდაპირი უსჯულოების, არამედ ბოროტ მსახურების მოთხოვნა. მოგვიანებით დევნა კიდევ უფრო დახვეწილი გახდა. ქრისტეს რწმენა თვით დაინებაზე მიუშვეს, ქრისტეს მცნებების მიხედვით ცხოვრება კი უარყვეს. ამ მცნებების საპირისპირო ცხოვრება დაიდეს წესად, რის გამოც სარწმუნოება ვერ ეზგზით, ვერ გადავა დაწყებითიდან ქმედითში. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გახდება ცხოველი, ანუ სულიერი. სარწმუნოება თვინიერ საქმეთა, ანუ ქრისტეს ცნებების შესრულების გარეშე არ არის. იაკობის მეორე თავის მე-20 მუხლი. თვით დაწყებითი ცოდნაც კი კაცისთვის უკიდურესად ბუნდოვანი და უთავბოლო რჩება, რადგანაც ეს არის განმარტებული საქმის და მით უფრო სული წმინდის მიერ. ასეთი გაურკვევლობა და დაბნეულობა დაეუფლება ბევრს, ვინც თავის თავს ქრისტიანად და ხშირად ეკლესიის მწყემსადაც კი მიიჩნევს. ზოგიერთ მათგანს სახარებაში ჩამოთვლილი ქრისტეს სასწაულებისა არ სჯერა. ზოგს ქრისტეს სასწაულის ერთი ნაწილი სამს, მეორეს კი უარყოფს. ზოგს დემონების არსებობა ეჭვება, ზოგს კიდეც, ვისაც სარწმუნოების საქმეებში ბუნებრივი საქმეებისაგან ვერ გაურჩევია, გონია რომ ყველა ცხონდება თავისი კეთილი საქმეების გამო და სხვა. ამიტომაც იშვიათად მოისმენთ ვინმესგან ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვას, თუმცა კი ყალბს საკმაოდ ხშირად გაიგონებ.
წმინდა ეგნატე ბრენჩაინოვის წერილები. ამინ გეტყვით თქვენ, დღეს როცა სარწმუნოების საქმეები სრულიად განქარდა და სულიერი სიბრძნე უკიდურესად იშვიათად გვხდება, ექშმაკს იმდენად სძულს ეს სიბრძნე, რომ სიამოვნებით აღკვიდა მას პირისაგან მიწისა, რათა სახარება მხოლოდ განსასჯელად გვექნეს და არა აღსაშენებლად, რადგანაც ჩვენ სახარების მიხედვით განვიკითხებით. ეშმაკი მზად არის 10 მაგად მოგცეს საღი აზრი და 100 მაგად პრაქტიკული ცოდნა, ოღონდაც ჯვარისმიერი ცოდნა მოგვტაცოს, რომელიც ღმერთის მარჯვნივ დგომას შეგვაძლებინებს. იქვე საღვთო წერილი ამბობს, რომ ქრისტიანები იუდეველთა მსგავსად თანდათან გაცივდებიან საღვთო გამოცხადების მიმართ. ისინი უყურადღებოდ დატოვებენ ღმერთკაცის მიერ ადამიანის ბუნების განახლებას. მარადიულობას დაივიწყებენ და მთელი ყურადღებას მიწიერ ცხოვრებას მიაპყრობენ. ამგვარად განწყობილნი თავიანთი წარმავალ ყოფაზე ისე იზრუნებენ, როგორც მარადიულზე და საკუთარი დაცემის ბუნების განვითარებაზე იფიქრებენ, რათა ხორცისა და სამშვინველის ყველა შერყვნილი და გამრუდებული მოთხოვნა დაიკმაყოფილონ. იქვე დღეს ადამიანები სულ უფრო ხშირად კადნიერდებიან სული წმინდის დადგენილებებში, საკუთარი ცვლილებები შეიტანონ. ამიტომაც გახდა ზეციური დადგენილებები მიწიერი, სულიერი ხორციელი, წმინდა ცოდვილი, გრძნული უაზრო, ყოველგვარი უბედურების სათავე სული წმინდის მითითებების დაუშვებელ ამპარტავნულ უგულებელ ყოფასა და საკუთარი წესდებებით მათი შეცვლაში მდგომარეობს. იქვე მე-4 ტომი. წმინდა ეგნატე ბრენჩაინოვი.